ეს ძალიან გავს იმის რწმენას, რომ პირველი მსოფლიო ომი დამთავრდება 1915 წელს, მაგრამ 1918-ში დამთავრდა, ანუ ის რომ დასავლელი პარტნიორები შეწყვეტენ 20 იანვრის მერე ჩვენს კრიტიკას და იმაზე თვალის დახუჭვას, რომ ქართულმა ოცნებამ გადააქცია მთელი სახელმწიფო პირდაპირ გაგებით საპყრობილად, ეს არის სრული გულუბრყვილობა, ანუ შეუძლებელია სულ რომ ქვეყანა ამოტრიალდეს, ანუ ვერ გაიქცევ იმ მოცემულობას, კალენდარულ მოცემულობას, რომ 2025 წელი დგება და 2025 წელს რომ შენ არ უნდა დაატყუებო საკუთარი მოქალაქეები, ამას ტრამპის დაგიდასტურებს და დაგიდასტურებს ნებისმიერი სხვა ევროპელი პოლიტიკოსიც, ხო და მოდი ნუ ჩავიკეტებით ევროპა, ამერიკით, ანუ გადა სამხრეთ ამერიკის ნებისმიერი თავმოყარე პოლიტიკოსე, ან აზიური დემოკრატიული სახელმწიფოს ნებისმიერი თავმოყარე პარლამენტარისტი გაუგანდება იმაზე, რომ რას ქვია, ანუ ადამიანები დააკავო შენ იმის გამო, რომ აქციაზე გამოვიდნენ. ან მეტიც სამსახვიდან გაანთავისუფლო ადამიანები, იმიტომ რომ განსხვავებულად ფიქრობენ. ტრამპად, მაგრამ ის რომ 2025 წელია კაცობრიობის კალენდარზე და სხვანაირად მოქმედებს სამყარო დღეს, ვიდრე ოდესმე, ამის გააზრება უბრალოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ შეუძლია და საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებენ და ქვედარგოლს